შოთი არველაძე, კვარაცხელიას შეუძლია თურქეთს მარტო მოუგოს, რადგან საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა შოთი არველაძემ თურქეთთან მოახლეობულ მატჩზე ვრცლად ისაუბრა, ყველა ქვეყანა სურს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში. საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა და ახლა ჩვენი მიზანი მუნდიალზე გასვლა. ბოლო წლებში საქართველოს ნაკრები ძალიან გაძლიერდა. კარგი ჯგუფი გვყავს და ფეხბურთელები ევროპის ტოპ ჩემპიონატებში ასპარეზობენ. საქართველოში ყველა გულშემატკივარი კარგ თამაშსა და გამარჯვებას ელოდება, თუმცა წინ ძალიან რთული შეხვედრა გველის. ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე თურქეთთან გამართულ მატჩში ბევრმა ფსიქოლოგიურმა ფაქტორმა ითამაშა როლი. დიდ ტურნირზე პირველი მატჩი ჩავატარეთ და ყველანი ვფიქრობდით, როგორ დავიწყებდით შეხვედრას და როგორ ვითამაშებდით პირველ 10-20 წუთში. სწრაფი გოლი გაუშვით, შემდეგ მეორე ბურთიც მივიღეთ, მაგრამ ვარმა გოლი გააუქმა. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა და გოლიც გავიტანეთ, თუმცა მაინც დავმარცხდით. ჯგუფიდან გავედით და შემდეგ ესპანეთთან წავაგეთ, მაგრამ მთავარია, რომ გამოცდილება მივიღეთ. მენტალურად მაღალ დონეზე ავედით და ახლა საქართველო მზადაა. საქართველოს ნაკრების ბირთვი ის 16 ფეხბურთელია, რომლებიც ეროვნულ გუნდში რეგულარულად თამაშობენ და ბოლო 2-3 წელიწადია სეზონში 40-ზე მეტ მატჩში იღებენ მონაწილეობას. ადრე, როდესაც ნაკრებში ვთამაშობდი, უგუნდო ფეხბურთელებსაც იძახებდნენ. თუ კარგი მოთამაშე მაისში კლუბს დატოვებდა და 2 თვე ახალ გუნდს ვერ პოულობდა, სექტემბერში ნაკრებში მაინც იწვევდნენ. დღეს ქართველი ფეხბურთელები ევროპის ტოპ ჩემპიონატებში თამაშობენ, ინგლისში, ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მატჩებს ტრავმების გარეშე შევხვდეთ. ჩვენი ჯგუფის მთავარი ფავორიტი ესპანეთია, რომელიც ბოლო პერიოდია არ გვტოვებს და სულ ჩვენთანაა. საქართველოსთვის კარგი სტარტი გადამწყვეტია და იღბალსაც მნიშვნელობა აქვს. არავინ ლაპარაკობს ბულგარეთზე, მაგრამ სოფიაში ჩასვლა და 3 ქულის წამოღება მარტივი ნამდვილად არ არის. ხვიჩა კვარაცხელიას შეუძლია მატჩის ბედი მარტომ გადაწყვიტოს. ამას თითქმის ყოველ შეხვედრაში ამტკიცებს და ოქროს ბურთის ტოპ 5 პრეტენდენტს შორისაა. მისი სათამაშო ფორმა გადამწყვეტია. მას შეუძლია მატჩი ერთი მოძრაობით მოიგოს. გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში თამაშობს, მაგრამ თურქეთსაც ჰყავს ბაინდირი და გიულერი, რომლებიც მანჩესტერ იუნაიტედსა და რეალში ასპარეზობენ. ამ ასაკში რა ასაკშიც კვარაცხელია ურთულესია ასე ითამაშო. წლებია საჭირო, რომ თამაშის ასეთ დონეზე წაკითხვა და მოედნის ასეთ დონეზე დანახვა შეძლო. ის უკვე უაღრესად ზუსტ და მაღალ დონეზე თამაშობს. იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, წლის საუკეთესო გოლი გაიტანა, საფრანგეთში გადავიდა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ფინალში გოლები გააქვს და ასისტებს აკეთებს. ძალიან ძლიერი და სწრაფია და საოცარი ტექნიკა აქვს. მარტივი არაა მაღალსის სწრაფეზე ის გააკეთო, რასაც ხვიჩა აკეთებს. ბურთს არ კარგავს და მას ზედმეტად არ ეხება. როდესაც მის თამაშს ვუყურებ, ვფიქრობ, პასი მიეცი, კვარაცხელია ზუსტად ამ პასს აკეთებს და ეს ბევრად უკეთესად გამოსდის. გიორგი მიქაუტაძე საოცარი ფორვარდია. გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის მეკარეა, გიორგი ქოჩორაშვილი სპორტინგში თამაშობს, ჩაკვეტაძე ინგლისში. ოთარ კიტეიშვილი შტურმის კაპიტანია და შეუძლია როგორც მე 6, ისე მე 8 ნომრის პოზიციაზე იასპარეზოს. ზურიკო დავითაშვილმაც გასულ სეზონში გამორჩეული სტატისტიკა დააფიქსირა. არ მინდა წინასწარ სცენარები დავხატო და წარმოვიდგინო, მატჩი როგორ წარიმართება. მინდა საქართველომ გაიმარჯვოს, თუმცა კარგად მესმის, რომ ეს რთული იქნება, თქვა შოთი არველაძემ.